დღეს ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ როგორ განასხვავებენ ფსიქოანალიზში პიროვნების ორგანიზაციის სამ დონეს: ნევროტულს, მოსაზღვრეს და ფსიქოზურს. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი და ამ არხზე შევეცდები მარტივი და გასაგები ენით ვისაუბრო ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. როდესაც კლიენტი მოგმართავს, ფსიქოანალიტიკოსები პირველ რიგში ვცდილობთ განსაზღვრას, ვინ არის ჩვენს წინაშე, ანუ რომელი სტრუქტურის მქონე ადამიანი. ნევროტული, მოსაზღვრე თუ ფსიქოზური. ეს არ არის დიაგნოზი ან იარლიყი, ეს არის ღრმა სქემა, რომლის მიხედვითაც მოწყობილია ადამიანის ფსიქიკა, მისი გამოცდილებების გათვალისწინებით. ის განსაზღვრავს, როგორ ვუმკლავდებით სტრესს, როგორ ვაშენებთ ურთიერთობებს, როგორ ხედავთ საკუთარ თავს და გარემომცველ სამყაროს. პიროვნების სტრუქტურის გაგება გვეხმარება უკეთ გავიგოთ, რატომ იქცევა ადამიანი ასე და არა სხვაგვარად. რატომ შეუძლია ვიღაცას მშვიდად დაიტანოს კრიტიკა, ვიღაცამ თავიდან იდანაშაულოს და ვიღაც სიბრაზე შეიპყრობს. რატომ შეუძლია ზოგს სტაბილური ურთიერთობების აგება, ხოლო ზოგისთვის ურთიერთობა დამოკიდებულებაა. დავიწყოთ ყველაზე ჯანსაღით, ნევროტული ორგანიზაციით ფსიქიკის. ნევროტული სტრუქტურის ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს მთლიანი მე, ანუ მას შეუძლია აღიქვას როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები, როგორც რთული და წინააღმდეგობრივი ფიგურები, კარგისა და ცუდის შერწყმით. შეუძლია ვინმე უყვარდეს და ამავდროულად ბრაზდებოდეს. რომ მაგალითად დედას შეუძლია ზრუნვა და ამავე დროს გაღიზიანება და ეს ნორმალურია. ასეთ ადამიანებს აქვს მკაფიო ფსიქოლოგიური საზღვრები. მათ იციან, სად მთავრდებიან თავად და სად იწყება სხვა. მათ აქვს წომა რეფლექსიაზე, საკუთარი თავის შესახებ ფიქრის უნარზე და ისინი იღებენ პასუხისმგებლობებს საკუთარ გრძნობებზე და ქმედებებზე. მთელ სამყაროზე ბრალის გადატანის გარეშე. ნევროტიკები, მოდი ესე უწოდოთ, უმეტესად თერაპიაში მოდიან კონკრეტული მოთხოვნით. მაგალითად, შფოთვა, ფობია, სირთულეები ურთიერთობებში. ანუ რაღაც, რაც ხელს უშლის, მაგრამ ამავე დროს ისინი მაინც ფუნქციონირებენ, სწავლობენ, მუშაობენ, ზრუნავენ საკუთარ თავზე და სხვებზე. რაც შეეხება შინაგან ფსიქიკურ კონფლიქტს, ეს არის ბრძოლა სურვილებსა და აკრძალვებს შორის. ფსიქოანალიზის ენაზე იდსა და სუპერეგოს შორის. მაგალითად, მე მინდა სიახლოვე, მაგრამ მე შინია ძალიან არ შევეჩვიო და მე არ დავიტანჯო. ან მე ბრაზდები, მაგრამ არ მინდა ვაწყენინო. ეს კონფლიქტები ხდება შიგნით. ადამიანი ამას აცნობიერებს და სწორედ ამიტომ შეიძლება მათთან მუშაობა გაცნობიერების, ანალიზის და ცვლილებების მიღების გზით. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ფსიქიკის დამცავ მექანიზმებს, რომელს გამოიყენებს ესა თუ ის სტრუქტურა. ნევროტული ორგანიზაციისთვის დამცავი მექანიზმები მომწიფებულია. გამოყოფთ რამდენიმეს. პირველ რიგში ეს არის განდევნა. მტკივნეული განცდები ან სურვილები განიდევნება არაცნობიერში. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა საერთოდ არ ახსოვდეს რაღაც ტრამული ეპიზოდი ბავშვობიდან. რადგან ფსიქიკამ ის განდევნა, რადგან იმ კონკრეტულ მომენტში ამის გაანალიზება მისთვის რთული და მტანჯველი იქნებოდა. თუმცა განდევნა არ ნიშნავს წაშლას მთლიანად, რადგან შეგრძნებები რჩება და მომავალში ადამიანს აწუხებს რაღაც, შეიძლება სიმპტომის სახით გამოვლინდეს, თუმცა გაუგებარია მიზეზი. მეორე, ეს არის რაციონალიზაცია, როდესაც ადამიანი თავის ქცევას ხსნის ლოგიკურად, მაშინაც კი, როდესაც ამ ქცევის უკან ემოციური ან გაუცნობიერებელი მიზეზები დგას. მაგალითად, წვეულებაზე არ წავედი, რადგან დასვენება მინდოდა, თუმცა რეალურად ეშინოდა, რომ იქ თავს მარტო იგრძნობდა. მესამე, პასუხი საპირისპირო ქცევით. ადამიანი იქცევა და გრძნობს სრულიად საპირისპიროდ, რასაც სინამდვილეში განიცდის. მაგალითად, როცა კოლეგაზეა გაბრაზებული, შეიძლება მის მიმართ გამოხატოს ზედმეტი ყურადღება ან თავაზიანობა. მეოთხე, ეს არის იდენტიფიკაცია. ადამიანი იღებს სხვების თვისებებს, მშობლის, ავტორიტეტის, მასწავლებლის, მეგობრის, რათა გაუმკლავდეს შფოთვას ან იგრძნოს თავი უფრო ძლიერად. ეს ეხმარება საკუთარი მეს ჩამოყალიბებაში. მეხუთე, სუბლიმაცია. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი მექანიზმი. ადამიანი შიდა დაძაბულობას ან დაუმუშავებელ სურვილებს გადააქცევს სოციალურად მისაღებ ქმედებაში. მაგალითად, აგრესია სპორტად, გადაიქცევა სექსუალური დაძაბულება ხელოვნებად.
მეექვსე, აგრესიის საკუთარ თავზე მიმართვა. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გამოხატოს აგრესია სხვების მიმართ, საკუთარ თავზე აბრუნებს ამ ენერგიას. მაგალითად, ბრაზის ნაცვლად იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას. ეს მტკივნეულია, მაგრამ ინარჩუნებს ურთიერთობას მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. ეს მექანიზმები ადამიანს არ ხდის სტრუქტურირებად, პირიქით ისინი ეხმარებიან გაუმკლდეს რეალობას, არ ანგრევენ მეს და არ ამახინჯებენ რეალობას. ამიტომ ითვლება ნევროტული დონე ყველაზე მოქნილად და ცვლილებებისადმი ღიად ფსიქოთერაპიაში. მათ შეუძლიათ დათრგუნონ მტკივნეული აზრები, რაციონალიზაცია გაუკეთონ, კი საწყენია, მაგრამ სამაგიეროდ დასკვნა გამოვიტანე. აგრესია საკუთარი თავისკენ მიმართონ, ხშირად თვითკრიტიკის ფორმით. ეს არ არის იდეალური, მაგრამ მუშაობს. თავარია ეს დაცვითი მექანიზმები რეალობას ძალიან ძლიერად არ ამახინჯებდნენ. თერაპიაში ფსიქოთერაპევტი ასეთი ადამიანი ზომიერად პროეცირებს. მას შეუძლია ოდნავ იდეალიზება გაუკეთოს, შეუძლია მოწონების მოლოდინიც ჰქონდეს, მაგრამ საერთო ჯამში მას შეუძლია თერაპევტში ადამიანი დაინახოს და არა ჯადოქარი ან მტერი. ფსიქის დაცვითი მექანიზმების გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რეალობის ტესტირების უნარს. როდესაც ვსაუბრობთ ნევროტულ ორგანიზაციაზე, ვგულისხმობთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინტეგრირებული სტაბილური მე და შეუძლიათ რეალობის აღქმა შინაარსობრივად სწორად. მათ აქვთ რეალობის ტესტირების უნარი და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აშკარად არჩევს საკუთარ ფიქრებს და რეალურ მოვლენებს. შეუძლია იფიქროს საკუთარ თავზე და გაიგოს, რატომ რეაგირებს ამა თუ იმ ემოციით ან ქმედებით. ხშირად ეს ადამიანებს აქვთ ძლიერი დანაშაულის გრძნობა, არასაკმარისობის განცდა, ვისი დამუშავებაც შემდეგ თერაპიაში ხდება. საკუთარი გამოცდილების გადაანალიზებით და ახალი პატერნების შექმნით. ახლა გადავიდეთ მეორე დონეზე, პიროვნების მოსაზღვრე ორგანიზაცია. ეს არ არის იგივე, რაც მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა კლასიფიკაციებში, ას ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქიკის სტრუქტურაზე და არა დიაგნოზზე. ეს არის შუალედური ზონა ნევროტულ სტაბილურობასა და ფსიქოზურ დეზორგანიზაციას შორის. მოსაზღვრე პიროვნება ეს არის როგორც ქაოსი კონტროლის თხელი აპკის ქვეშ. ადამიანი თითქოს რეალობაში ცხოვრობს, შეუძლია კონტაქტის შენარჩუნება, მუშაობს, უყვარს იტანჯება, მაგრამ ხშირნით ღრმა არასტაბილურობა, დეზინტეგრაცია, წინააღმდეგობები. მას თითქოს არ აქვს სტაბილური შინაგანი მე. ერთ დღეს ის ამბობს: შენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხარ, ძალიან მიყვარხარ. მეორე დღეს მიღალატე მძულ ხარ. ყველაფერი ან იდეალურია, ან საშინელი. ამას ეწოდება გახლეჩა. მოსაზღვრე ფსიქიკის ერთ-ერთი საკვანძო მექანიზმი. სამყარო იყოფა შავად ან თეთრად, შუა არ არსებობს. არსებობს იდეალიზაციის ან გაუფასურების ეპიზოდების მონაცვლეობა. პიროვნების მოსაზღვრე ორგანიზაცია ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში, მაშინ როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ სწავლობს ვინ არის მე და ვინ არის სხვა. ამ პერიოდში ბავშვმა უნდა გადალახოს რთული ეტაპი განცალკევების და ინდივიდუალიზაციის პროცესი. ან უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის დამოუკიდებელი სუბიექტი და განსხვავდება დედისგან, მაგრამ ამავდროულად არ დაკარგოს კავშირი მასთან. პიროვნების მოსაზღვრე ორგანიზაცია ყალიბდება მაშინ, როდესაც ეს პროცესი მტკივნეულად ირღვევა. მაგალითად, როდესაც დედა ვერ იგრძლება საკმარის სიმტკიცეს ან სტაბილურ სიყვარულს, არის ემოციურად არასტაბილური. შედეგად ბავშვი ვერ აყალიბებს მთლიან ინტეგრირებულ მეს და სამყაროს აღქმა ხდება პოლარიზებული, ან აბსოლუტური სიყვარული, ან სრული მიტოვებულობის განცდა და გაუფასურება. ცენტრალური კონფლიქტი ეს არის შთანთქმის შისა და მიტოვების შის შორის. ანუ თუ შენთან ვარ საკუთარ თავს კარგავ, ხოლო შენს გარეშე ჩემთვის აუტანელი ხდება არსებობა. აქედან მკვეთრი მყევები ურთიერთობებში, ძლიერი ემოციური დამოკიდებულებები, ეჭვიანობა, იდეალიზაცია და შემდეგ გაუფასურება. თვით აღქმას ადამიანებში ძალიან არასტაბილურია. მათ არ იციან დარწმუნებით ვინ არიან. ერთ კონტექსტში ისინი მზრუნველები და კეთილები არიან, სხვა კონტექსტში ცოტა ბოროტები და შურისმაძიებლები და ხშირად თვითონაც იკარგებიან ამ რყევაში. რაც შეეხება ფსიქიკურ დაცვით მექანიზმებს, აქ ძირითადად პრიმიტიული მექანიზმებია წინა ფლანგზე, თუმცა, რა თქმა უნდა, იყენებენ მომწიფებულ ფსიქიკის დაცვით მექანიზმებსაც. რაც შეეხება პრიმიტიულ დაცვით მექანიზმებს, ეს არის პირველი გახლეჩა, სამყაროს დაყოფა კარგად და ცუდად, მეორე პროექციული იდენტიფიკაცია, როცა ადამიანი სხვას მიაწერს საკუთარ გრძნობებს და შემდეგ პროვოცირებას უკეთებს შესაბამის ქცევაზე. მესამე, უარყოფა, ეს არ ყოფილა, ეს არ მიგწვნია, შენ ყველაფერი გამოიგონე.
მეოთხე, ყოვლისშემძლეობა კონტროლი ან ყოვლისშემძლე კონტროლი. ადამიანი ცდილობს დაამყაროს ძალაუფლება გარშემოყოფებზე, რადგან შიშობს, რომ თუ ეს არ გააკეთათ, დაკარგავს ყველაფერს. ეს კონტროლი ხშირად მოდის შიშიდან და არა ძალაუფლების სურვილიდან. ამასთან ერთად ეს ყველაფერი არ არის თამაში, ეს ნამდვილი ტკივილია, უბრალოდ ფსიქიკას სხვაგვარად ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს, რადგან ადრეულ ბავშვობის პერიოდში ვერ შეითვისა ეს. რაც შეეხება რეალობის ტესტირების უნარს, ამ შემთხვევაში შენარჩუნებულია, მაგრამ ყიფეა. ადამიანს შეუძლია განსხვავება წარმოქმნას და რეალობას შორის, მაგრამ სტრესის დროს ეს უნარი ხშირად ირღვევა. მაგალითად, შეიძლება ზედმეტად დაწუნდეს, რომ ვიღაც ამას უღალატებს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ამას არ ადასტურებს. ანუ რეალობის გრძნობა არსებობს, მაგრამ ემოციური ზეწოლით ადვილად ირღვევა. თერაპიაში მოსაზღვრე პიროვნების ორგანიზაციის მქონე ადამიანებთან მნიშვნელოვანია ძალიან სტაბილური სთეთინგი. მათ სჭირდებათ საყრდენი იმის შეგრძნება, რომ არ დაიშლებიან. ტრანსფერი თერაპევტზე აქ პოლარიზებულია. თერაპევტი თავდაპირველად იდეალიზირებულია, შემდეგ გადაიქცევა საშიშ მტრად. ეს პროცესის ნაწილია და ამაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება მუშაობა, თუ არის თერაპევტის მხრიდან მოთმინება და მდგრადობა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ასეთი ადამიანების აღწერა მარტივად შეუძლებელია. აი მაგალითად ხშირად წერენ ინტერნეტში, რომ ისინი არიან манипуляტორები, არიან ტოქსიკურები. სინამდვილეში ისინი არიან ადამიანები, რომელთა ფსიქიკა ძალიან ადრე დაიტრამვა და მათ ვერ მოასწრეს სტაბილური საყრდენის ჩამოყალიბება შინაგანად. მათი ქცევა შეიძლება იყოს დამანგრეველი, მაგრამ არა ბროტებისგან, არამედ სასოწარკვეთისგან. და აქ ფსიქოანალიზი გვთავაზობს არა ადამიანის შეკეთებას, არამედ დავეხმაროთ მას იპოვოს ბირთვი, საყრდენი წენკილი საკუთარ თავში, რომ შეძლოს გაცნობიერება და საკუთარი დაქუცმაცებული ნაწილების თანდათანობით ინტეგრაცია. და აი მივედით ყველაზე ღრმა და რთულ დონემდე, პიროვნების ფსიქოზურ ორგანიზაციამდე. რა ხდება აქ პირველ რიგში? დარღვეულია რეალობის აღქმა. ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმები, ხედავდეს იმას, რაც არ არსებობს, შეეროდეს უცნაური იდეების და სცენარების, რომელიც სრულიად მოსწყვეტილია რეალობას, მაგრამ მისთვის ეს აბსოლუტური სიმართლეა. მისი ფსიქიკა თითქოს ამბობს, ეს ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის, დაიჯერო შენი საკუთარი რეალობა. ამ დონეზე საზღვრები მესა და სამყაროს შორის წაშლილია. ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია გაიგოს, სად მთავრდება ის და სად იწყება სხვა. მას შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ ვიღაც იპარავს მის აზრებს, ხელებს აფათურებს მის შიგნით, ცხოვრობს იქ, რომ გარე სამყარო არის დეკორაცია. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ფანტაზია, არ არის ახირება, ეს არის უმძიმესი ტანჯვა. ego აქ დაქუცმაცებულია. ის ფორმას ვერ ინარჩუნებს და ფსიქიკა ხარჯავს უზარმაზარ ძალისხმევას, რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომ რაღაცნაირად გადარჩეს. თითქოს ადამიანი შიგნიდან ხელებით იკავებს თავს, რომ არ დაინგრეს. ძირითადი კონფლიქტი ამ დონეზე არის თვით არსებობის საკითხი. საერთოდ ვარსებობ? ვარ თუ არა მე გამოცალკევებული სხვებისგან, ცხოვრობ თუ არა ნამდვილად. ეს არის კონფლიქტები, რომლებიც ჩარჩენილია განვითარების ყველაზე ადრეულ ეტაპზე. იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობდა განსხვავება მესა და არა მეს შორის. და როდესაც ვსაუბრობ ადრეულ ეტაპზე, გულისხმობ დაბადებიდან 8 თვემდე, სადაც არის საჭირო სტაბილური დედა, ემოციურად გაწონასწორებული და რომ ბავშვის სურვილები და მოთხოვნები სტაბილურად და დროულად იყოს დაკმაყოფილებული, პოზიტიურად. რაც შეეხება დამცავ მექანიზმებს, გამოიყენება ყველაზე პრიმიტიული დამცავი მექანიზმები, ყოვლისშემძლე კონტროლი, ფანტაზიები, სრული ძალაუფლების შესახებ საკუთარ თავზე, სხვებზე, რეალობაზე. მეორე უარყოფა, ეს სამყარო არ არსებობს, ეს ჩემთან არ ხდება. მესამე ფანტაზიაში გაქცევა, რომ არ დაინგრეს ტკივილთან შეჯახებისგან, ადამიანი გარბის შინაგან სამყაროში, შეჭრა, ინტრუზია, ადამიანი გარბის საკუთარი თავიდან თავის ფანტაზიებში. მაგალითად, ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ მისი ფიქრები ვიღაცას ესმის ხმამაღლა, ან სხვა ადამიანები უნერგავენ ამ ფიქრებს თავში. თვითშეგრძნება ფრაგმენტირებული, ადამიანს არ შეუძლია აღწეროს ვინ არის, რა უნდა რას გრძნობს. მეტყველება შეიძლება იყოს წვეტილი, არა თანმიმდევრული, მოგვაგონებდეს ბოდვას, მაგრამ თუ ყურადღებით მოусმენთ, იქ ყოველთვის არის ლოგიკა, მაგრამ ეს ლოგიკა შინაგანია, გარედან არ ჩანს. ტრანსფერი თერაპევტზე ფსიქოთერაპიაში ძალიან ღრმაა. პაციენტი შეიძლება სრულიად შეერტყას
ფსიქოთერაპევტს ამ ხედავდეს მასში მშობელს, ან ვიღაცას, ვისაც შეუძლია გაანადგუროს ან გადაარჩინოს. ამასთან მუშაობა არ არის მარტივი, მაგრამ შესაძლებელია თუ გავუძლებთ, მოусმენთ და არ ვიჩქარებთ. აუცილებელია ასევე მედიკამენტოზური მკურნალობაც ფსიქოთერაპიასთან ერთად. ეხლა მოდით შევაჯამოთ. ფსიქოანალიზი განასხვავებს პიროვნების ორგანიზაციის სამ დონეს: ნევროტული, ანუ ჯანსაღი დონე, მე მთლიანია, მომწიფებული ფსიქიკური დაცვითი მექანიზმების სტაბილურობა, თვითანალიზის უნარი და რეალობის ტესტირების უნარი. მოსაზღვრე, ეს არის არასტაბილური მე, პრიმიტიული დაცვითი მექანიზმები უფრო ხშირია, ემოციური ყევები, სიახლოვისა და მარტოობის შიში. რეალობის ტესტირების უნარი არსებობს, თუმცა მყიფეა. ფსიქოზური საზღვრების რღვევა, რეალობის დამახინჯება, ფრაგმენტაცია, ღრმამოწყვლადობა, რეალობის ტესტირების უნარი არ არსებობს. და ახლა რაც შეეხება რისკებს და პრობლემებს, რომლებიც ტიპურად ასოცირებულია თითოეულ ორგანიზაციულ დონესთან. ნევროტული სტრუქტურისთვის დამახასიათებელია შფოთვითი აშლილობები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფობიები, დეპრესია, ფსიქოსომატიკა და სხვა. ეს ადამიანები ხშირად ფუნქციონირებენ კარგად, მაგრამ აქვთ შინაგანი კონფლიქტები, მაგალითად, სურვილებსა და აკრძალვებს შორის. მოსაზღვრე სტრუქტურა, ემოციური დისრეგულაცია, პიროვნების მოსაზღვრე აშლილობა, თვითდაზიანება, თვითმკვლელობის მცდელობები, ფიქრები, დამოკიდებულებები, ალკოჰოლის მიწამლები, ურთიერთობები, საკვებზე დამოკიდებულება, მწვავე, ეჭვიანობა, კონტროლი, საჭიროება, ნარცისული კავშირები და ესე შემდეგ. აქ ხვდებით ინტენსიურ ემოციურ საქანელებს, ურთიერთობაში არასტაბილურობას და მიტოვების შიშს. ფსიქოზური სტრუქტურა დამახასიათებელია რისკის, შიზოფრენიის, შიზოიდური და პარანოიდული აშლილობების, ძიმე დეპერსონალიზაცია, ბოდვები, ჰალუცინაციები, ძლიერი რეალობის დამახინჯება. ეს ადამიანები საჭიროებენ ხშირად არა მხოლოდ ფსიქოთერაპიას, როგორც ვახსენეთ, არამედ სამედიცინო ზედამხედველობასაც. მაგრამ თითოეული დონე არ არის გარაჩენი. ეს არის რუკა და თერაპიის ამოცანა არა რეალიყის მიკერება, არამედ იმის გაგება, როგორ მუშაობს ფსიქიკა, სად უჭირს ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა, სად ინგრევა და რა გამოსდის უკეთესად. და სად შეიძლება მისი მხარდაჭერა, რომ მან შეძლოს თავის ახლებულად გაანალიზება და შეცნობა. მაგალითად, ფსიქოზური სტრუქტურის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აუცილებლად ექნება შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ზედმეტმა სტრესმა, ან ტრამვამ, ან გარემო პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს რეგრესი, ფსიქოზური სიმპტომების გაღვივება, როგორც არის რეალობის ტესტირების უნარის დაკარგვა, დელუზიები ან ჰალუცინაციები. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ადამიანი მიუხედავად სტრუქტურისა იმსახურებს თანაგრძნობას, მოსმენას და შანსს ცვლილებისთვის. და რაც უფრო კარგად ვიცნობთ საკუთარ სტრუქტურას, მით უფრო კარგად შეგვიძლია განვავითაროთ ფსიქიკა უფრო ინტეგრირებული და მოქნილი მიმართულებით. ფსიქოანალიზი არ არის იმის შესახებ, რომ ყველა გახადონ ნორმალური, ეს არის იმის შესახებ, რომ დაეხმაროთ თითოეულ ადამიანს გახდეს ის, ვინც მას შეუძლია იყოს. მომდევნო ნაწილში კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ სხვადასხვა ტიპებზე და თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, რომელმა ფსიქიკურმა ორგანიზაციის დონემ დაგაინტერესებთ განსაკუთრებით, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო, რათა გამომხნეოთ, რომ უფრო მეტი საინტერესო კონტენტი შევქმნა. ნახვამდის.